უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრი სიბიჰას განცხადებით ის უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პირველმა დიპლომატმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროსკოპთან განაცხადა. 14-15 მაისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხდომა გაიმართება, რომელშიც წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე 4 მაისს ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა. ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ მაკა ბოჭორიშვილი და ანდრი სიბიჰაც. მოგვიანებით 6 მაისს ბოჭორიშვილსა და სიბიჰას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების პრეს-ცენტრის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის ინიციატორი ამ შემთხვევაშიც უკრაინული მხარე იყო. 10 მაისს კი დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია იმედის ეთერში მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ უკრაინის მხრიდან შეცვლილ რიტორიკას ხედავენ. We want also to open new page with our Georgian partners. გსურს, რომ ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო. მოსაზრებების კარგი გაცვლა შედგა. ჩვენ მზად ვართ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის. უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგებთან შეხვედრა მექნება. ამდენად გსურს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება შესაბერისად დავალაგოთ. ამას იმსახურებენ ჩვენი ხალხი და საზოგადოება. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღესასწაულში არის რამდენიმე სენსიტიური პრობლემა, საკითხი, მაგრამ მზად ვართ წინ წავიდეთ. ბრიუსელში დღეს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დასავლეთ ბალკანეთი, ევროკავშირის გაფართოება და უკრაინაში რუსული აგრესია. თუმცა სხდომის დაწყებამდე საქართველოს შესახებ კომენტარი კიდევ ერთმა დიპლომატმა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა გააკეთა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან არის ოკუპირებული. ეს თითქმის 20 წელია. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს. ეს მათ თავად აირჩიეს, თუმცა სამწუხაროდ ამჟამინდელი მთავრობა ამას არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს უჭერთ ქართველ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ არსებობს მომავალი და მოდი ერთად ჩავერთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის და ამავე დროს აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ სურს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესებულია. ქართული ოცნების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ევროკავშირის ბიუროკრატებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. უკრაინასა და საქართველოს ამჟამად თბილისსა და კიევში ელჩები არ ყავთ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დროებითი რწმუნებულების დონეზეა.